ემოციური ინტელექტი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში, განვითარებაში, თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. ქალბატონ მარინა, დილამშვიდობისა, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, გამარჯობა. ემოციური ინტელექტის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ, რაც ესეთი ძალიან პოპულარული თემა არის ბოლო დროს. ჩვენ ვიცით რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები ითვლებიან ნიჭიერებად, განვითარებულებად, მაგრამ აი ვთქვათ, რას განაპირობებს ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის განვითარებაში ემოციური ინტელექტი, აი სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ და რა ურთიერთკავშირი არსებობს ემოციური ინტელექტსა და IQ-ს შორის, ხო? კოგნიტური ინტელექტს შორის. აი ჯერ დავიწყოთ განმარტებით. რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი? რა არის? მადლობა, მართლაც ახალი თემაა. ახალი რა, არც ისე დიდი ხანია ამ თემაზე დაიწყეს საუბარი და აღმოჩნდა, რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და წარმატების მიღწევისთვის. ხა, ვისთვის რა არის წარმატება, ეს ალბათ თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ადამიანის არ შეუძლია მარტო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან და ხილულ და უხილო სამყაროსთან, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ემოციური ინტელექტი თავისთავად არის ის, რაც შეიცავს მდგენელებს გარკვეულწილად. და მოდით, ყველა ავტორი სხვადასხვანაირად უყურებს, მაგრამ მე ვთქვათ, ერთ-ერთს ვიტყვი, რომელსაც მე ყველაზე მეტად მომწონს და ვეთანხმები. პირველი ეს გახლავთ თვითშემეცნება. ანუ ეს თვითშემეცნება თუ ვინ ვარ მე და სად ვარ მე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა სად ვარ გეოგრაფიას არ გულისხმობ, ვთქვათ, მისამართს, ხო? ანუ მენტალურად სად ვარ, როგორ ვცხოვრობ, რა მინდა, რა შემიძლია, რა მჭირდება, როგორი ვარ, აი რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე და განსაკუთრებით ეს სამკუთხედი, რა მინდა, რა მჭირდება, რა შემიძლია, იმიტომ რომ შეიძლება მინდა, მაგრამ არ შემიძლია, შეიძლება შემიძლია, მაგრამ არ მჭირდება და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამკუთხედია. აი ამაში მეტნაკლებად გარკვევა. ეს არ არის არც ერთი ეს კითხვა ეგზისტენციალური, რომ თქვათ ძალიან დამიწებული კითხვებია და არსებობს ახლა კიდე ეგზისტენციალური სულიერი საკითხები, რომელიც თქვათ კიდე შეიძლება სხვა განხილვის საგანი იყოს. მეორე მდგენელი ეს გახლავთ ემოციური რეგულაცია, თვითრეგულაცია. ეს რას გულისხმობს? ანუ ადამიანი არის ემოცია ხო უფრო ადრე იყო ვიდრე აზროვნება. რა თქმა უნდა, ხა არაცნობიერს ყველაფერს იმახსოვრებს, ჩვენ სული არის აბსოლუტურად სრულყოფილი და მან ყველაფერი იცის და ის ინფორმირებულია, ასე ვთქვათ, მაგრამ ცნობიერად ინფორმაციის მიღება და მისი გადამუშავების უნარი ეს თანდათან, ანუ აზროვნების ჩამოყალიბება ხდება, ამას აქვს თავისი ეტაპები ადამიანისთვის, ხო? რაც შეეხება ემოციას, ემოცია არის ჩემი რეაქცია სამყაროსადმი, ხო? ადამიანისადმი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე მაბრაზებს, მახარებს, მაშინებს, მასევდიანებს და ასე შემდეგ. რასაც შეიძლება რომ განცდა მივამატო, შეიძლება ჩაითვალოს ემოციად, მაგალითად სიცარიელის განცდა, მაგალითად, რა ვიცი, სისავსის გაყინულობის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ ეს რუქა, ჩვენი სხეულის ენა და ის რუქა თუ რომელი ემოცია სადღან იცდება სხეულის რა ნაწილში და რა დროს რას განვიცდით, აი ეს ენა უნდა ვისწავლოთ და ეს ენა არის ძალიან სუბიექტური, ძალიან ინდივიდუალური და ძალიან ჩვენი. ეს არ არის საყოველთაო, იმიტომ რომ თქვენ რაც გაბრაზებს, ის მე არ მაბრაზებს შეიძლება. თქვენ რაც გაშინებს, ის მე შეიძლება მახარებს. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ადამიანებს ერთი და იგივე მოვლენაზე აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა რეაქციები და სხვადასხვა ემოციები აქვთ. აზრებით სხვადასხვა შესაბამისად და მერე უკვე ქცევაც და რეაქციებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ საკუთარი ემოციის ამოცნობა შემიძლია, ემოციური ინტელექტისთვის მშვიდ თქვენი ემოციაც შევაფასო. აი, ამას ადრე ეძახდნენ ტაქტიან ადამიანს, ხო გაგიგეთ, აი ტაქტის გრძნობა აქვს, რომ აი, როდის რა გითხრას, როდის როგორ მოვიდეს შენთან,
აი როდის შემოვიდეს კონტრაქტით, რომ ხელი მოგაწერინოთ, ხო? იმიტომ რომ ეს ხო მაინც რაღაც წარმატებასთან არის დაკავშირებული და ანუ მე უნდა მოვახერხო, კარგი შტაბ-შტილება მოვახდინო, მე უნდა მოვახერხო, რომ დაგითანხმოთ რაღაცაზე, ხო? ამ გაგებით, ну, იგივე ბიზნეს კუთხით, ბიზნეს ფსიქოლოგიის კუთხით. ამ შემთხვევაში ზოგს ეს ტაქტის განცდა აქვს და ზოგს არ აქვს, ხო? იგივე მაგალითად, როცა ადამიანს უჭირს გლოვაშია თუ სიხარულშია, როგორ მიმართება გვაქვს მის მიმართ, ამდენად შეგვიძლია ეს ამოვიცნოთ. და სხეული სხვა შორის ვერ იტყუება. ჩვენ კი ვიტყუებით და რა ვცდილობთ მორგებას, გამოძრომას, მაგრამ სხეულს არ შეუძლია ტყვილი და ეს ტყვილის დეტექტორი სწორედ პულსაციით რო ხერხდება, იტყუება თუ არა ადამიანი, თვალის გუგები რეაგირებენ ამაზე. არ შეუძლია ტყვილის თქმა. აქედან გამომდინარე, ამის ენის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. რომ გამოვიცნოთ ვინმე გვატყუებს თუ არა თუ ну ურიგო არ იქნება, ხო? და ხა მაინც ხვის ტყვილზე რო არ დაფიქსირდეთ საკუთარ ტყვილებს რომ მივხედოთ, ეგეც არ იქნება ურიგო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია. შემდეგი მდგენელი არის უფრო ნახეთ სოციალური მიმართებები, სოციალური უნარჩვევები, ეგრეთ წოდებული. რას გულისხმობს ახლა ეს სოციალური უნარჩვევები? აი წეგან როგორც გითხარით მე, რასაც ტაქტი დავუძო. ეს არის ის თვით პრეზენტაციის უნარი, მაგალითად რაღაცის, აი შეიძლება მაგალითად თქვენ გააკეთოთ რაღაცა და იმის წარდგინება არ შეგიძლიათ. საკუთარი გაკეთებულზე უკან გაიწიოთ არა იმიტომ რომ ახლა ესეთი თავმდაბალი ხართ, არამედ იმიტომ რომ ვერ ახერხებს მის წარდგინებას. ძალიან და ამერე უკვე მორგება საკეთებ რომ მე არ მინდოდა ახლა მოდი შენ წარადგინე. ხო, რაღაცნაირად ახლა დაცვითი მექანიზმები ირთვება და ვიღაცა შეუძლია საერთოდ წარმოდგენა არ ქონდეს რა გააკეთეთ, გადახედოს და ისეთი პრეზენტაცია მოაწყოს რომ მოსეკონოს რომ ამან ეფიქრა ამაზე დღეები, ხო? და შეიძლება მიიღოს აპლოდისმენტი. აი ეს არის უნარი, ასე ვთქვათ. საკუთარი თავის წარდგინების. აი რა გინდათ რომ თქვენ შესახებ ვიცოდე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რაღაცა ხო გინდა რომ შენ შესახებ ინფორმაცია არსებობდეს, ხო და რაც შენ გინდა ის არის პრიორიტეტული და ის უნდა იმის პრეზენტაცია უნდა შეძლო და მოახერხო, ხო? მნიშვნელოვანია. და იგივე ადამიანმა მოახერხოს რაღაცეთ კეთილი გავლენა მოახდინოს სხვაზე. ანუ იგივე აი ეს ნეირული ძალიან მინდა ეგ, მაგრამ სულ პირიქით გამომდის და რა უნდა ვქნა. რაღაც არ მგონია კახაზე. თქვენ ესეთ ტრანდებით ალბათ ნომერიდან რომ ყველაში კარგს ხედავთ, მაგრამ აბა სხვებს კითხეთ. არ ვაპირებ გამოგითხვის ჩატარებას. არა, სხვაებიც ასე ვფიქრობთ. მარინა არის განსხვავებული ხალბოტონი, მარინა ასე ვფიქრობთ. ესე იგი, ის ესწრებოდა იმ სხვებთან როგორ კამათობდი და როგორ ბრაზდებოდა, მაგრამ ის თulis რომ მე მაინც ძალიან საყვარელი. კაი ჩემს გამოვიდა ლაბორატორი. განვაგდეთ საუბარ. არა, მართლა ხდება ეს ახლა არ ვიხომ რომ შეიძლება მინდოდეს რომ რაღაც კეთილი გავლენა მოვახდინო ან მასთან ვინც ფიქრობს რომ შეიძლება რაღაც წინა დღეს ემოციური ყავი დღეს კარგი იქნება მაგრამ აი სად ხდება რომ ეს არასწორად ვაკეთებ არასწორად ვფიქრობ აი ამ ჩემ პრეზენტაციას წარდგინებას არასწორად ვაკეთებ აი იცით სწორი და არასწორი მათემატიკის პასუხია რა ვიცით ის სწორი პასუხია თუ არა და ეხლა რაც შეეხება ცხოვრებას ეს არის ძალიან ინდივიდუალური არის რაღაც ისეთი რომელიც შეიძლება ხელს გიშლიდეს ამაში. ეს არის ის გამოცდილება, ის შლეიფი, რაც მოყვება ჩვენ, ის ბრაზები და ტრავმული გამოცდილებები ბავშვობის დროინდელი და ტრავმას რა ახასიათებს, ეს არის ანაბეჭდი ჩვენ სულზე თითქოს და ანაბეჭდის გარშემო ქცევის კონსოლიდაცია ხდება. გარკვეული ტიპის გამკლავების მექანიზმები ხდება და ანუ მაგალითს ვიტყვი, მაგალითად თუ 5 წლის ასაკში მიიღო ადამიანმა რაღაცა ტრავმა ანუ თქვათ 7 წლის ასაკში ნებისმიერს დასრულობის ასაკშიც მისი გამკლავება არის ბავშვური 5-სა 7 წლის ასაკში. რა მომენტში ეს მოხდა? რა მომენტში ის ფიქსაცია ხდება. და ამის ბევრი მაგალითია ხა ამაზე როცა ტრავმაზე გვექნება საუბარი. ნუ სუსტი არის ეს გამკლავება, ხო არ არის ესეთი. იცით მოდით შეფასებისგან თავ შევიკავ, მაგრამ არის ისეთი როგორიც მაშინ ქონდა. ანუ დამახსოვრებული არის ეს. აქედან გამომდინარე თითოეულ შემთხვევას ალბათ კვლევა ჭირდება თუ რა არის, რისთვის ვაკეთებ ამას, რაში, იმიტომ რომ ქცევას აქ მდგენელები მე ვფიქრობ, მე ვგრძნობ, მე სხეულის შეგრძნებები მაქვს და მე ვმოქმედებ და
ეს 4 მდგენელი რო აქვს, ძალიან კოგნიტური ელემენტი ძალიან დიდია, ჩემი შეცდომები კოგნიტური, ჩემი წარმოდგენების სქემები რაც მაქვს და იმის მიხედვით ხდება დატრიგერება გარკვეული ემოციის, შეგრძნებების და რაღაცას ვაკეთებ და შეიძლება ვფეთქდები მაშინ, როდესაც სიტუაციურად არაადეკვატურად გამოვიყურებოდე, მაგრამ ეს აბსოლუტურად გამოსწორებადი და ისეთია მოვლადია ეს თემა. ხერა შეიძლება შემდეგ მდგენელს ბარემ დავამთავრებ, ეს არის ემპათია. და ემპათია გახლავთ ყველამ ვიცით უკვე რაც არის, ეს არის თანაგანცდა, რამდენადაც შემიძლია. მე მაინც ვიყენებ როჯერსის აი ამ მიმართებას, რომ ისეთი ემპათია, რომ მე ზუსტად ახლა თქვენსავით 60 გადაცილებული ადამიანი ახლა 18 წლის და 15 წლის მოზარდივით რამდენადაც შემიძლია მე მის მდგომარეობაში შევდივარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მქონდეს იმის განცდა, რომ ახლა მე ერთ-ერთში რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილებაც, ეს გამოცდილება ზოგჯერ არასწორ გზით მივყავართ, იმიტომ რომ მგონია რომ მივხვდი რაღაცას და სინამდვილეში ვერაფერს ვერ მივხვდი და ჩემი გამოცდილების პროექციას ვაკეთებ. ემპათია არის ინგლისელები ამბობენ, შენი ფეხსაცმელი ჩავიცვა, თურმე გიჭერს, თურმე რა დღეში ხარ და მე კიდე ამას ხო ვერ ვხედავდი და ვერ ვგრძნობდი. ანუ თქვენი თვალებით რო დავინახო სამყარო ეს არის მნიშვნელოვანი და აი კოორდინატთა სისტემაში მოხდეს შესვლა. ეს კოორდინატთა სისტემა არის ღირებულებათა სისტემა. აი არაერთხელ მithქვამს, აი მაგალითად, ჩვენს ტელევიზიებში, ერთ ტელევიზიაში რო რაღაც ქმედება არის ღალატი, მეორე ტელევიზიაში არის გმირობა და ეს კი არ იტყუება ეს ხალხი. ის მათ ღირებულებათა სისტემაში და მათ კოორდინატთა სისტემაში ამქცევას ქვია. გმირობა ვიღაცისთვის და იგივე ქცევას სხვა კოორდინატთა სისტემაში ქვია ღალატი. მათ შორის რომ მოხდეს რაღაცა კომუნიკაცია, მათ უნდა შეძლონ იმისი თვალებით გამოხედოს სამყაროს. ნუ მეტნაკლებად რო გაიგოს, ახლა შეიძლება არ დაგეთანხმოთ და ემპათია არ ნიშნავს დათანხმებას, ემპათია ნიშნავს მე მესმის შენი. განა გეთანხმები, მართალი ხარ, მტყუანი ხარ, ეს არის შეფასება. არა, მესმის უბრალოდ, განა ყურში მესმის. ანუ მე შემიძლია ეს გავიაზრო. ანუ გულისა და გონების, გული გონიერი რაც არის, კონტაქტი მოხდეს, ხო? ანუ თქვენ რო თქვით წეღან, რომ აი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რამ აბრაზებს, წინს და ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს გავსჯით ხოლმე ჩვენი აღქმებით, თქვათ მე რა მწყინს, მე რა მიხარია და ვედავები მეორეს რომ რა იყო აქ საწყენი, ხო, თქვათ და ხო, და ამ დროს იმისთვის ძალიან საწყენი. ესა თუ ის და მე ხუთეს ვიტყვი. მე მთელი ცხოვრება. მაგრამ არავინ არ არ ჯერა რა ვიცი. და мотивация მეხუთე, ну, კიდე გიმერო სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა თulis, მაგრამ ეს მაინც არის ესე იგი პიროვნული და სოციალური მდგენელები. мотивация რა არის? ორი სიტყვით ვიტყვი, мотивация არის პასუხი კითხვაზე რისთვის. ეს პასუხი თუ არ არსებობს, ქცევა შეიძლება ვერ განხორციელდეს. ხა ბევრი რამე მინდა, მაგრამ უნდა ვიცოდე რისთვის მინდა, რაში მჭირდება მე ეს და რა მიზანზე გავალ ამით და мотивация არის ძალიან დიდი ენერგეტიკა, დიდი დრაივი და მას ის ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს და აი ამისი მოპოვებაც შეიძლება, ამაზე მუშაობაც შეიძლება და სწორედ ემოციური ინტელექტი არის ეს ყველაფერი ერთად და არსებობს ტესტიც, სხვათა შორის EQ-ს ტესტი. რომელიც აი ამ მდგენელების მიხედვით ხდება დაჯამება თუ რამდენად მაღალია თუ დაბალია ჩვენი ემოციური მოკლედ რჩევები როგორ განვივითაროთ ემოციური ინტელექტი და ამით დავასრულოთ. თუ არსებობს რეცეპტი რა თქმა უნდა ან რაღაცა რეკომენდაციები. რა თქმა უნდა არსებობს, ადამიანი არ არის სტატიკური მოცემულობა, ეს არის ჩვენი ცხოვრებარი პროცესი, ეს არ არის ის რა აქსიომები არის სარწმუნოებაში და მეცნიერებაში, მაგრამ ცხოვრება არც ერთია ბოლომდე და არც მეორე, ხო, ის არის მუდმივი მოძრაობა, ამ მოძრაობაში რა თქმა უნდა საყრდენები, მთავარი კოორდინატები არ უნდა დაკარგოს ადამიანმა და ის პირობითად statements რო ეძახიან აქსიომები და ის რწმენა შეხედულებები თუ რწმენები, იგივე სარწმუნოება, არ ეხება ეს, მაგრამ ეს არის პროცესი და მე დღეს განსხვავებული ვარ ვიდრე გუშინ ვიყავი და გუშინ წინ და იმის წინ და სასურველია რომ ვიყო უკეთესი, ხო? ან ეს როგორ შეიძლება? აი სწორედ გაცნობიერებით, საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, იმიტომ ადამიანი არის ერთადერთი არსება ამ სამყაროში, რომელიც ობიექტი და სუბიექტი ორივე ერთად არის. ანუ მას შეუძლია
როგორც სუბიექტს, როგორც ობიექტს დააკვირდეს როგორც სუბიექტი. ანუ თავის თავს დააკვირდეს. თვითდაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თვითგანსჯა, თვითკრიტიკა და აქედან გამომდინარე, რატომაც არა, თუნდაც რომ ჩავშალოთ ამ დგენელებად, რაც ახლა მე ვთქვი, თითოეულ მათგანზე შეიძლება მუშაობა ცალ-ცალკე და ერთად და შეიძლება რომ ეს განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონი მარინა გაჯარავა ფსიქოლოგია. საუბრობოდა